ქალაქის მთავარ გამზირზე ჭიჭინაძის კუთხეში აჩერებენ ადამიანებს და ჩხრეკენ, არ ეკითხებიან და არ ეუბნებიან თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. მოქალაქეები არიან დაბნეულები, რადგან მათი ნაწილი საერთოდ არ არის აქციის მონაწილე, არც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურთ, რადგან საჯარო სივრცეში მსგავსი ქცევა პოლიციის მხრიდან მათთვის არის დამაბნეველი და ძირითად შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ამ თემის კომენტირება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ სურთ, თუმცა დაბნეულობას ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ მალავენ, თუმცა არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ლაშა ჩხარტიშვილიც მოექცა მსგავსი ტიპის ჩხრეკების სამიზნედ იქცა. ლაშა, გითხარით, როგორ მოხდა, რანაირად და რატომ, რა აგიხსნეს თუ არა, რა იყო ამ ჩხრეკისა და შემოწმების, განსაკუთრებული შემოწმების მიზეზი? ამ რაოდენობის პოლიცია, მილიცია თუ წითელი არმია, რა ვიცი, ყველაფერი შეგვიძლია დავარქვათ ივანიშვილის და არაკანონის სახურებს. მეტყველებს ერთ-ერთ რამეზე და მათი მხრიდან კარვების ძიება, რომ ეს არის აღიარება რუსკოცური ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ, რომ მან დაწვა სწორედ მშვიდობიანი მომიტინგეების კარვები და ახლა ცდილობს, რომ ეს კარვები ხელახლა აქ არ გაჩნდეს. არადა არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განწყობილებას კი აი ამ ქვეყანაში ამნაირმა სასამართლომაც კი მიიღო განწყობილება, რომ კარავი არის მშვიდობიანი გამოხატვის შვებული და კანონიერი ფორმა, მაგრამ პოლიციელები არ ემსახურებიან სამწუხაროდ კანონს, ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ბრძანებებს, რომელთა უდიდესი ნაწილი არის უკანონო და მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველოს გადაიქცეს ახალ რუსეთად, ახალ ბელორუსიად, აზერბაიჯანად, თურქმენეთად და შეიძლება ჩრდილოეთ კორეათაც კი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ფორმით, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და არ დაუშვათ ის, რომ საკუთარ ქვეყანაში ხმის ამოღების უფლება აგვეგზავნოს ტროტუარზე, თუნდაც კარვით და თუნდაც Facebook-ში რის გამოც კომენტარზეც კი ვიღავი პატირობაში და ახლოს ეს სამართლის ესე იგი დევნის ობიექტი ვარ დაახლოებით 15 ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ ტროტუარზე ორჯერ ვიდექი. მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ცდილობს უკან არ დაიხიოს მთელი სოფლიოს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც დღეს კიდევ ერთხელ მას ბრალი დადო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. მოსკოვის მექანიზმის დასკვნაა, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ის დაასრულებს საბოლოო ჯამში ჰააგაში, თუ არ მოეგება გონს და საბოლოო ჯამში ამ ქვეყნიდან არ გაიქცევა და თავშესაფარს არ ეძიებს მოსკოვში ან სადმე იქ სადაც დიქტატორების ადგილი არის. მიზეზს რაც შეეხება, დღეს ღია ცის ქვეშ დატოვეს დარიჟან ცხვიტარია, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანი რჩებოდა კარავში პარლამენტთან. ის ფიქრობს, რომ იმის გამოკეთდება ეს ყველაფერი, რომ მასთან თუნდაც ერთი პლედიან ნივთი არ მოიტანონ მოქალაქეებმა. თქვენ ხედავთ რაიმე პარალელს ამ ორ ფაქტს შორის? ამით რა მე პირველ რიგში გამოვიდა დარიჟან სოლიდარობა და ყველა მომიტინგეს, მით უმეტეს ის ღამეებს ათენებდა უკვე ახლა წელიწადზე მეტია, მაგრამ უფრო მძიმე ფაქტებიც მახსოვს აკონტროლაზი დაავადებული ბავშვების შობლებიც კი, რომელსაც ზამთარში ყინავდნენ და პოლიეთილენის შეტანის საშუალებას წარაძლევდნენ და დედებთან, რომლებიც საკუთარი შვილების გადარჩენისთვის აუცილებლად წამალს ითხოვდნენ და ყინავდნენ და მეტად პლედითა და პარკით შეფუთვის საშუალებას არაძლევდნენ. ეს არის არაადამიანური რეჟიმი, რომელიც ყველა ფორმის ცდილობს ადამიანებს ჩაუხშოს პროტესტის, ასე ვთქვათ, ყველა გამოხატულება, თუნდაც გავიხსენოთ გუდამაყარში თოვლში მიტოვებული ადამიანები, როგორც გურიაში და სხვა მხარეებში, რომელსაც ცდილობდნენ ვიღაცა ქუჩის ბიჭის ხელით დაშინება განეხორციელებს მასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მას არ ეყვირა და ხმამალ არ ეთქვა, რომ თოვლში შეიძლება მომკვდარიყო. ასე რომ ჩვენი ამოცანაა, თუ არ გვინდა დავკარგოთ სამშობლო, თუ არ გვინდა დავკარგოთ თუნდაც სიცოცხლე და ადამიანობა, ყველა ფორმით ვიყოთ წინააღმდეგი ანტიკონსტიტუციური შეზღუდვებისა, იმიტომ რომ ამ ყოველივეს მიზანია ჩვენ აგვიგზავნონ პროტესტი და ბრძოლა საკუთარი ქვეყნის გადარჩენისათვის. გადასარჩენად კი საქმე რომ არის, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ქვეყანაში ჩვენ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს გუდევნია ყველა ფორმით, ხოცავენ უწამლობით, შიმშილობით, უექიმობით, გარემოს დაბინძურებით, დაღესიანებით, დაბეტონებით და ამ დროს უხმას ამოვიღებთ, უნდათ რომ ამის გამო ციხეში გაგვისურვოთ. და ჩვენს ნაცვლად კი ჩამოყავთ არაბები, რუსები, თურქები, ვინც ფულს გადაეხდის ყველაფერს. ამიტომ საქართველოს დღეს მართავს ყველაზე ძლიერი და ყველაზე გამორჩეული ქართველ მოძულე ტირანი ივანიშვილი, რომლის რეჟიმის დასრულება სასწაულად მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანობისა და ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. ეს ის ადამიანია, სხვათა შორის შეგახსენებთ, ვინც ქრისტიანობაზე საუბრობს ხოლმე, რომელსაც არც საყდრისი დაიდო და არც გელათი და ფულს შეუვლობს თუნდაც ჩვენი უწმიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძრების გადადგურების ხანძი. და ისევე როგორც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის და ათასობით ადამიანის ცოცხლის ხანძი. ძალიან დიდი მადლობა ლაშა ჩხარტიშვილს უსმენდით. მე მინდა ახლა გაჩვენოთ აქ პოლიციის რაოდენობა, სხვათა შორის დაახლოებით ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთი ადამიანი გააჩერეს, ჩხრეკდნენ მათ, უმოწმებდნენ ჩანთებს, თუმცა მიზეზი არავისთვის არ განუმარტავთ, არ უთქვამთ თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი განსაკუთრებული ზომების მიღება. ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. პირველი ეს იყო დღის პირველ ნახევარში ქალბატონი დარიჯან ცხვიტარიას ღია ცის ქვეშ დატოვება და მისი კარვის გატაცება, როგორც თავადაც უწოდებს, ხოლო რაც შეეხება მეორე ფაქტს, ეს იყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადება. ახლა აქ ოდნავ, როგორც ჩანს, არის დაძაბული სიტუაცია, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა ხდება. აი სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ხიზაძე გააჩერეს ახლა პოლიციის წარმომადგენლებმა. ლუკა, რა ხდება?
გაგჭხრიკეს? არის აი ჩანთა რომ გამიხსნათ და მეც დასამალი არაფერი მაქვს. არ ვიცი რას ეძებენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხალხს ჭხრიკავენ. განგიმარტეს რატომ რასებს როგორც თქვენ რა გითხრათ, რატომ გაჭხრიკეთ სამოქალაქო აქტივისტი? რას ემსახურებოდა? საზოგადოებრივი წესრიგის საზოგადოებრივი წესრიგი მოითხოვს იმას, რომ მოქალაქეები და გამულელები გაჭხრიკოთ? ზედაპირულად ვათვალიერებ. და რამ გამოიწვიეს ზედაპირული დათვალიერება? ნუ სტანდარტულად როგორც მოსალოდნელი იყო პოლიცია, რომელმაც გაჭხრიკა ახლა ჩვენი თანდასწრებით ლუკა ხიზაძე არ გვცემს კონკრეტულ პასუხებს იმაზე თუ რამ განაპირობა სამოქალაქო აქტივისტებისა და მათ შორის გამულელების ჭხრეკა, გვეუბნებიან რომ ეს არის წესრიგის დაცვის ერთ-ერთი ფორმა. ლუკამ გითხრა რომ შეამოწმეს მისი ჩანთა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის უცნობი, ხოლო რაც შეეხება შეჯამების სახით კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ორი მთავარი ფაქტი იყო დღეს აქ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხდებოდა, ეს არის ოპოზიციის ერთობლივი განცხადება და დარეჯან სვეტარიას ღია ცის ქვეშ დატოვება. ორივე ფაქტი იყო მათ შორის ეჭვების გამჩენი. სამოქალაქო აქტივისტებისათვის ეს ადამიანები ამბობენ, რომ თანაბრად შეიძლება ორივეს უკავშირდებოდეს პოლიციის ადგილზე განსაკუთრებული მობილიზება.